საქართველოში ეუთოს გენერალური მდივნის ვიზიტი გრძელდება. ფერიდონ სინიორული ამ წუთებში პარტია ლელოსა და ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს ხვდება. მანამდე კი შეხვედრა გაიმართა გიორგი გახარიასთან. ფერიდონ სინიორული გუშინ უკვე გამართა შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და მთავრობის წევრებთან. მოინახულა საოკუპაციო ხაზთან სოფელი ოძესი და ადგილზე გაეცნო არსებულ ვითარებას. შეხვედრებზე საუბარი შეეხო ეუთოსთან თანამშრომლობას, რეგიონში არსებულ ვითარებას და საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებს. ეუთოს თავის სპეციფიკა აქვს, ამ ორგანიზაციაში რუსეთიც შედის, რუსეთსაც აქვს გავლენა, სხვა სახელმწიფოებიც აქედან გამომდინარე გასაგებია, რომ ორგანიზაცია, სადაც საქართველო არის წევრი, მისი წარმომადგენლები შეიძლება შეხვდნენ იმ ადამიანებს, რომლებიც იბრალებენ, რომ არიან საქართველოს ხელისუფლება, საქართველოს სინამდვილეში ლეგიტიმური ხელისუფლება არ ყავს. ჩვენი შეხვედრა შესაძლოა შედგეს, მაგრამ ეს არანაირად არ ცulis ჩვენ შეფასებას ამ თვითმარქვია რეჟიმთან. ვერც ერთი ცალკეული ვიზიტი ვერ მოახდეს ქართული ოცნების ამ მძიმე იზოლაციიდან გამოყვანას და ის რომ ეს იზოლაცია მათთვის ძალიან ცხადად დგას არის საყოველთაოდ აღიარებული ფაქტი. თუმცა რასაკვირველია თუ დღის წესრიგი ამას მოითხოვს, ჩვენ მზად ვართ რომ შევხვდეთ ეუთოს გენერალურ მდივანს და ვესაუბროთ იმ ძალიან მძიმე პოლიტიკურ ვითარებაზე, რომელიც ჩვენ ქვეყანაში არის და იმ ძალიან მძიმე კრიზისზე, რომლის გადაჭრის ერთ-ერთი გზაც გადის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაზე და ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაზე. მიუხედავად ოპოზიციის მხრიდან მორიგი ბულინგისა, რომ ასეთი ვიზიტი არ შემდგარიყო, გემდივანი საქართველოში ჩამოვიდა. ის შეხვდა ქართული პოლიტიკის ხელისუფლების მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებს. როგორც ჩანს, არაპირებდა ოპოზიციას შეხვედრას. რომ ოპოზიციას არ გამოუჩქა ამის სურვილი, პირიქით გააგრძელეს მისი შეურაცხყოფა. არაკომპეტენტურობაშიც კი დაადანაშაულეს ეს ადამიანი, მაგრამ მე რახსოვს ბოლომდე წამგებიანი იყო მათთვის და გარკვეული ნაწილი გამოეყო და გამოხატა მზაობა შეხვედრისათვის. თუმცა მათი ნაწილი მაინც აგრძელებს ჩვეულ პოლიტიკას, ბულინგს, შეურაცხყოფას. ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების პროცედურის გამარტივებასთან დაკავშირებით ბრიუსელში მიმდინარე განხილვა შეფასებების თემაა თბილისში. ხელისუფლების ოპონენტები ვიზა ლიბერალიზაციის მნიშვნელობაზე ამახვილებენ ყურადღებას და აცხადებენ, რომ ეს არის კავშირი ცივილიზებულ სამყაროსთან და ქართული ოცნების პირობებში საქართველო იზოლირებული ხდება. ქართულ ოცნებაში კი აცხადებენ, რომ ვიზა ლიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით ბრიუსელში დაწყებული პროცესები კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ გარკვეული ძალები ცდილობენ კონკრეტული ქვეყნების მიმართ მნიშვნელოვანი მექანიზმები შანტაჟის გამოიყენონ. შეგახსენებთ, რომ რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბრიუსელი 61 ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, მოლდოვისა და უკრაინისთვის ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების პროცედურების გამარტივებას განიხილავს. ჩვენ ვხედავთ, რომ ამოქოქილია სრული სიმძლავრით ანტიევროპული კამპანია და როდესაც ასეთი ფონი არის, როდესაც ქმედებებითაც და ღირებულებებითაც ეს ხალხი შორდება ევროკავშირს და საკუთარ მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდება აი ესეთი მძიმე ფორმებით, რასაკვირველია ჩვენ აღმოჩნდით იმ რეალობის წინაშე, სადაც ქვეყანამ და ხალხმა შეიძლება დაკარგოს ვიზა ლიბერალიზაცია და ამ დიდ ევროპულ სიკეთეზე წვდომა. ჩვენ ბუნებრივია ვისურვებდით, რომ ეს ყველაფერი არ მოხდეს, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნა ნიშნავს არამხოლოდ აი ამ ევროპული სიკეთეების დაკარგვას, არამედ კიდევ უფრო მეტ იზოლაციას და კიდევ უფრო მძიმე პერსპექტივას ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის ქართული საზოგადოების მონოპოლარი და თავისუფალი გადაადგილების საშუალება ევროპულ სივრცეზე უნდა კონდეს ქართულ ხალხს, ეს აქვს. ჩვენ პრეზიდენტ სააკაშვილის ხელისუფლებამ დიდი ხნის განმავლობაში ვიმუშავეთ ამაზე და დაუტოვეთ პრაქტიკულად ხელმოსაწერად ამ რეჟიმს, სხვა გამოსავალიც არ ჰქონდათ და ისე როგორც ამას ასოცირების შეთანხმებასაც მოაწერეს ხელი. ამიტომ თუ ვინმე არის დასაჯერი არის ივანიშვილი და მისი კრიმინალური და მოღალატეთა
ბანდა და არა ქართული საზოგადოება. ამიტომ ჩვენ ვთვლით, რომ სავიზო რეჟიმი არ უნდა დაუწესდეს ქართულ ხალხს. შანტაჟს უკვე ჩვენ მივეჩვიეთ, ასევე მიეჩვია საზოგადოებას. და ხედავენ უკვე ისინი, რომ აქამდე ის რომ თითქოს USAID, NED-ი, გარედან ყველა ქმედება იყო მხოლოდ ქვეყნის ისმისათვის, ეს უკვე რეალურად ასეთ დამაჯერებლობა საზოგადოებაში აღარ არის, იმიტომ რომ ყველაფერი იცის. და საიდანაც მოდიოდა საფრთხეები, სწორედ იმ ქვეყნებში საუბრობენ, რომ თანხები იხარჯებოდა სხვა ქვეყნის ინტერესების საზიანოდ. ისე რომ ეს ინსტრუმენტიც თუ იქნება გამოყენებული, რა თქმა უნდა ეს ვერ იქნება შედეგის მომტანი იმ კუთხით, რომ საქართველოს საზოგადოება საკუთარი ქვეყნის მორჩილებას მოაწერს ხელს. ევროკავშირში დაწყებული პროცესები ვიზა ლიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების მიღების გამარტივებასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ არიან ძალები, რომელთაც უნდათ მნიშვნელოვანი მექანიზმები შანტაჟისთვის გამოიყენონ კონკრეტული ქვეყნების მიმართ. მიუხედავად ამისა, ჩვენ გვაქვს მხოლოდ პოზიტიური მოლოდინი გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს სრულფასოვნად ასრულებს ვიზა ლიბერალიზაციის შეთანხმებით ნაკის ვალდებულებს. ეს არის მოპოვებული ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომელიც მოქალაქეების მიერ არჩეული ხელისუფლების საქმიანობის შედეგად და განხორციელებული რეფორმების შედეგად იქნა მიღწეული. მეორე დღეა შეფასებების თემა რუსული პრანკერების მიერ ტელეგრამ არხებზე გავრცელებული ვიდეო. მათი განცხადებით რუსი ოპოზიციონერის გარი გასპაროვის და პეტრო პოროშენკოს სახელით საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს და ყოფილ სახალხო დამცველს კვიჩა ნანუაშვილს დაურეკეს დამონტაჟებული მასალის მიხედვით პრანკები დაინტერესდნენ ვინგას საქართველოში მიმდინარე პროცესების უკან, რომელიც უკვე მეოთხე თვეა არწმება, ასევე განიხილეს ამერიკის საგარეო პოლიტიკა და მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების წყაროებით. გავრცელებული ვიდეოში კითხვებზე სალომე ზურაბიშვილი პასუხობს, რომ თანხები მოდიოდა USAID-ისგან ან ევროპული ფონდებიდან. ევროპელები კი საკმაოდ ნელა მოქმედებდნენ. ექს-პრეზიდენტი იმასაც ამბობს, რომ ოპოზიციას ახლა კრიტიკულად აკლია თანხები. პრანკერები დაუკავშირდნენ უჩა ნანუაშვილსაც, ყოფილ სახალხო დამცველს, რომელიც ამ ეტაპზე არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ხელმძღვანელია. პრანკერების ინფორმაციით ნანუაშვილმა დასაფინანსებლად რამოდენიმე პროექტი გაუგზავნა. გავრცელებულ ჩანაწერში ყოფილი ომბუდსმენი რუსთავიორზე განვითარებულ პროცესებზე საუბრობს, ამბობს, რომ ჰყავთ ისეთივე არაოფიციალური დანაყოფი, როგორიც უკრაინაში მაიდნის მოვლენების დროს იყო. სალომე ზურაბიშვილის გავრცელებული ვიდეოსთან დაკავშირებით კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია, მან ამ თემაზე დასმულ შეკითხვას არ უპასუხა. განმარტება გააკეთა უჩა ნანუაშვილმა. სალომე ზურაბიშვილს კითხვებზე პასუხი აქვს ნამდვილად გასაცემი იმ კითხვებზე, რომელიც საზოგადოების მხრიდან არსებობს და თუ ეს ჩანაწერები შესაბამისად არის სიმართლე, კიდევ ერთხელ დადასტურდება, რასაც ქართული აზრობის გუნდის წევრები არაერთხელ ვამბობდით და ვაცხადებდით, რომ ადამიანები, რომლებიც კოლექტიურ დასრულებაში არიან გაერთიანებული, უცხოური სახელდაგვარის მქონე ადამიანების შესახებ, როდესაც გაიგებენ ინფორმაციას, მაშინვე ცდილობენ, რომ მათგან თანხები მიიღონ და მერე ეს ყველაფერი მოახმაროთ ჩვენს ქვეყანაში არეულობას და ჩვენ ქვეყანაში დესტაბილიზაციაში შემოტანის მცდელობები ჰქონდეთ. ის რაც ვიხილეთ ჩვენ გუშინ, ჩვენ ამაზე ძალიან დიდი ხნის წინ საუბრობდით, რომ საქართველოს მორჩილებისათვის საკმაოდ დიდი თანხები იხარჯება და გარედან იწერება სცენარი და შიგნიდან ამისათვის მოძებნეს გარკვეული ჯგუფი აგენტურისა. სწორედ ამიტომ იყო საჭირო გამჭვირვალობის შესახებ კანონი, სწორედ ამიტომ იყო საჭირო გრანტების შესახებ კანონი და ასევე სწორედ ამიტომ არის საჭირო რომ ქვეყანას ჰქონდეს სამშობლოს ღალატის შესახებ მუხლი. ისე რომ ვფიქრობ ის რაც დღეს ვიხილეთ ჩვენ, ეს არის მორიგი აღიარება. აქ უკვე ახალი არაფერია, სახები უკვე ცნობადია, მათი მიზანიც უკვე დიდი ხნის დაცნობია საზოგადოებისათვის, ის გაშიფრულები არიან. სიუჟეტი, რომელიც გავიდა რუსულ პირველ არხზე, პუტინის მთავარ არხზე მოსკოვში, არის ფალსიფიცირებული და დამონტაჟებული.
ორიგინალში აბსოლუტურად სხვა რამეზეა საუბარი. შეიძლება ითქვას სრულიად საწინააღმდეგოზეც კი. საუბარია გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში აქციების მიმდინარეობის დროს ეგრეთ წოდებული ტიტუშკების მიერ არაფორმალური, შეიარაღებული ბანდიტური დაჯგუფებების მონაწილეობაზე მოქალაქეების დარბევაში. ეს შეიარაღებული ფორმირებები იყვნენ ხელისუფლების მიერ დასმული და სწორედ ამ ძალებზეა საუბარი, რაზეც არის სულ სხვანაირად დამონტაჟებულ მასალაში წარმოდგენილი რუსული არხის მიერ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩვეულებრივი რუსული პროპაგანდაა და საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება მიზანმიმართულად ავრცელებენ აღნიშნულ მესიჯებს. ეს რეჟიმი გეუბნება, რომ შენ ძროხების ჯოგივით თუ რაღაცასავით ერთ მიმართულებით მიგერეკება სხვა გასახანი არა გაქვს, არანაირი რეალურად არჩევანი არა გაქვს, არჩევნებში რეალურად მონაწილეობის საშუალება არა გაქვს და აი ამ პროცესს დაარქვი არჩევნები და ამაში მიიღე მონაწილეობა, ჩვენ ამას ბუნებრივია არ დავეთანხმებით და შეუძლებელია რომ ამას უნდა დაეთანხმოს. ეს არ არის არჩევნები, საქართველოში არჩევნები არის გაუქმებული. იმიტომ ეს არის სპეცოპერაცია, რომელსაც ატარებს სუსი, პოლიცია, პროკურატურა, კრიმინალური სამყარო, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები, შავი ფული. ჩვენთვის ადგილობრივი არჩევნების საკითხი დღის წესრიგში საერთოდ არ დგას, იმიტომ რომ ადგილობრივ არჩევნებს არ შეუძლია განმოხტოს მძიმე პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ქვეყანაში არის. ამ კრიზისის განმოხტვის გზა გადის ახალ საპარლამენტო არჩევნებზე და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე. შესაბამისად, ახლა ადგილობრივ არჩევნებზე საუბარი ნამდვილად არ არის ჩვენს დღის წესრიგში. დესტრუქციული ნაწილი ოპოზიციისა მიიღებს თვითმმართველობაში არჩევნებში მონაწილეობას. ნახევარი ამბობს, რომ ისინი კატეგორიულად ემიჯნებიან ამ პროცესს, მაგრამ რა თქმა უნდა, ერთი ნაწილის და მეორეს მომხრეს და მოწინააღმდეგეც ელოდება გარედან რა დაკვეთა მოვა და იმის მერე იმოქმედებენ. თუმცა ნაწილი მაინც ქუჩაში ალბათ ადგილს მაინც მოიტოვებს, რომ ქუჩაშიც იყვნენ და შიგნითაც შემოვიდნენ, მაგრამ საზოგადოება მათ აუცილებლად საკადრის პასუხს არჩევნების გზით გაცემს. საერთოდ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს კოლექტიური ნაცმოძრაობა მიიღებს თუ არა მონაწილეობას არჩევნებში, მთავარია თუ რა გადაწყვეტილებებს მიიღებს ქართველი ხალხი და ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ დამაჯერებელ უარს ეტყვის ნაცჯალათებსა და ზოგადად უცხოური ძალების გავლენის აგენტებს პირდაპირ მნიშვნელობით ჩაშუშებს და კიდევ ერთხელ ისინი დამარცხდებიან მათ შორის თვითმმართველობის არჩევნებში და საქართველოს ოსნების გუნდი დამარჯვებულად იმარჯვებს 64-ვე მუნიციპალიტეტში, ხოლო კოლექტიური ნაცმოძრაობის ერთადერთი გზა, რაც მათ აქვთ დარჩენილი, როგორც აგენტებს შეეფერებათ, ეს არის, რომ მიღებული დავალების შესრულებას სცადონ. უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა. მოსახლეობის ნაწილის პოზიცია ამ საკითხზე უკიდურესად კრიტიკულია. ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა მოქალაქეები გორის ქუჩებში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოკითხა. ცნობისთვის თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს გაიმართება, თუმცა ჯერ ისევ არ არის გარკვეული, რომელი ოპოზიციური პარტია მიიღებს მონაწილეობას. ერთადერთი პარტია, რომელიც არჩევნებისთვის ემზადება გირჩია, გახარია საქართველოსთვის, წევრები კი ჯერჯერობით კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე არ საუბრობენ. სააკაშვილს ნახდათ არ დაუჭერ ხარს, იმიტომ მაგამ ძალიან დიდი ისინი გააკეთა. ერი გაანახევრა და როგორღა უნდა დაუჭირონ ხარი აზია. ახალგაზრდები არიან ქართველები და ჩვენი ქართველები მიიღებენ მონაწილეობას და გაუძღვევიან. ისინი არა, ვინც საქართველოს დაღუპა. და შეიძლება ოპოზიციათა, პოზიციათა. რატო ერთი მუჭა ხალხი ვარ ჩვენ? ნამდვილად უნდა მიიღოს მონაწილეობა, ჩემი აზრით. ოპოზიცია, პოზიციათ მოსაშუალება. вообще არავინ არანაირად მარტო თავანი ჯიბერის ხელებელებს თუ კონკურენციაზე მიდის საუბარი, სხვა ძალამ უნდა მიიღოს მონაწილეობა. იმას გულისხმობ, რომ რეალურად ანუ საქართველოსის ყველა პოლიტიკოსი უნდა ფიქრობდეს კარგს და არა იმაზე ბრწყალებში ვინ როგორ ამოისოს ჯიბეები. ოპოზიციას ხედავთ რუსთაველზე, ოპოზიციას ხედავთ ტელევიზიებში და რეალურად კარგი არაფერი. სამწუხაროდ არაფერი.
იმიტომ რომ რეალურად მშვიდობა, ეკონომიკური წინსვლა, დესტაბილიზაცია, პოლიტიკური სიმშვიდე, ქვეყნის გეოპოლიტიკა ზე საერთოდ არ ფიქრობ. მხოლოდ სამწუხაროდ ფიქრობენ ფულზე და მეტი არაფერი. სოფლიოს სტანდარტია და ეს უნდა იყოს ოპოზიცია თქო. ფედერაცია სხვა აზრია, როგორც თქვენი შეჩვენა. უნდა იყოს ოპოზიცია, ხო ჯანსაღი, აი გონივრული სახელმწიფოს გამოადგენს და ხალხსაც აი ესეთი ოპოზიცია. ოპოზიცია ვერ გაიმარჯვებს, ვერ ასოდეს. სანამ საქართველოა და ქართველები არიან, მე ქართველი ვარ და ყოველთვის ვიქნები ქართველების მხარეზე და ოპოზიციამ რა უნდა გააკეთო? ყველა თავის ჯიბეებით არის. ეხლა არავინ არ მოვა, არავინ მოგიკაკულებს კარებს და შვილს არ წაიყვანენ და იმას არ წაიყვანენ. ციხეებში თუ არაფერი დააშავა და ეგენი უდანაშაულო ხალხსაც იჭერდნენ. საზიზღარი იყო სააკაშვილის რეჟიმი. ხმამაღლა ვიტყვი ყოველთვის და არც მეშინია. ნამდვილად უნდა მიიღოს. რატომ და იმიტომ რომ უნდა გამოსწორდეს ეს ქვეყანა რა, ბოლო როდემდე ვიყოთ ეს. ისე რომ გითხრათ მე არ მინდა რომ ოპოზიცია მიიღოს მონაწილეობა. ისინი იღებენ საზღვარგარეთიდან ფულს, თავიანთ ჯიბეებისთვის იყენებენ და მოსახლეობაზე არავინ არ აფიქრობს. ეთყობა არ აწყობთ და იმიტომ. რატომ არ აწყობთ? ვერ გაიმარჯვებენ და იმიტომ. ვინ დაუჭერთ? არამხოლოდ შემთხვევაში. დემოკრატია თუ არის ეგრე უნდა იყოს. ეხლა პარტია უნდა მიიღოს მოწმე. ვინ დაუჭერთ მხარს ოპოზიციას? მე არ ვერე პოლიტიკის საქმეებს. გორის ალთანდილ შოშაშვილის სახელობის კრებულის სკოლის წარმომადგენელმა მოკრივემ ლევან დემუროვმა სომხეთის საერთაშორისო ტურნირზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. სპორტსმენი 67 კილოგრამ-წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. სამი შეხვედრა ჩაატარა მოლდოველი და სომეხი მოწინააღმდეგეები დაამარცხა. ფინალურ ბრძოლაში კი ქართველი სომეხ არმენ მაშაკიანთან დამარცხდა და მეორე ადგილის მფლობელი გახდა. როგორც დემუროვმა აღნიშნა, შეჯიბრმა უდიდესი გამოცდილება მისცა და გულშემატკივარს პირდება, რომ შედეგს სამომავლოდ გააუმჯობესებს. ჩვენ საქართველოს ნაკრების 5 მოკრივე მივიღეთ ერევანში ერთ-ერთ კარგ ტურნირზე ასპარეზობა, საიდანაც 2 მედალი მოვიპოვეთ, მე გავხდი ფინალისტი და არშაკელიზბარიანი გახდა პრიზიორი. მომიწეს საკმაოდ რთული ორთაბრძოლების ჩატარება, მოგეხსენებათ წელს გადავედი მე კაცებთან შორის, ვარ 18 წლის და მიწევდა 28 წლის 30 წლის კაცებთან ასპარეზობა და ბრძოლა რა. პირველ ეტაპზე დავამარცხე მოლდოველი მოკრივე, ძალიან წარმატებული, ძალიან შედეგიანი. ის არაერთგზის მსოფლიოს მონაწილეა დიდებში, არაერთგზის ოლიმპიადაზეც აქვს მონაწილეობა მიღებული, არაერთგზის ევროპის მონაწილე, შედეგებიც აქვს მან და ჩხუბობს კიდე პროფებში რა, ანუ ესე იგი ძალიან ძლიერი და კარგი მეტოქე იყო რა. დავამარცხე 3-2 ანგარიში, რითაც ყოფილი ვიყავი, ძალიან მისამონე, ძალიან მომეწონა დიდებში ჩხუბი. შემდეგ დავამარცხე ადგილობრივი მეტოქე, ის სომეხი მეტოქე დავამარცხე და ფინალურ ეტაპზე გავედი ისევ სომეხ მეტოქესთან, რომელთანაც თანაბარი ბრძოლა მქონდა, ძალიან სასიამოვნო ბრძოლა მქონდა, 3-2 წავაგე მათ. კარგი იქნებოდა ჩემპიონი დაუბრუნებული იყავი, მაგრამ მიზანი რაც იყო ის გავაკეთეთ. და რავი, ჩემი სამომავლო გეგმებია, ველოდები რა, ჩვენს ეროვნულ ნაკრების მწვრთნელის ბეჟან ჭიჭინავას მითითებებს და შემდეგ იქნება მომავლის გეგმები და ნაბიჯები რა. გორის საჯარო ბიბლიოთეკაში ღონისძიება გაიმართა. დაწესებულების სამკითხველო დარბაზში ახალგაზრდები შეიკრიბნენ და წიგნები წაიკითხეს. მოგვიანებით გამართეს თემატური პრეზენტაციები და წიგნის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მე წავიკითხე ცნობილი ხუთეული და მასზე შექმნილი ნამუშევარი დიორამა. რაშიც ჩავსვრი ჩემ წაკითხული წიგნიდან პერსონაჟები, ძალიან აღფრთოვანებული ვარ ამ წიგნით. სულ არის 16 ნაწილი და მინდა 16-ე წავიკითხო და რომ ბევრი წიგნი წავიკითხო, რა თქმა უნდა, ჩემთვის, ჩემი ასე ვთქვათ, არსებობ მიზნებისთვის კი მართალია ნიკა. რადგან წიგნში შეიძლება ისეთი თემა და ისეთი ადგილი იყოს, ან რომელიც მე შემიძლია წავიკითხო, რომ ჩემს ცხოვრებაზე დამაფიქროს და ასე ვთქვათ, ნებისმიერი პრობლემა ადვილად გადააჭრა. დღეს
ჩვენ აქ ვართ წიგნის დღესთან დაკავშირებით და ვაკეთებთ თითოეული აქ ყოფილ ჩვენ წიგნის პრეზენტაციას, რომელიც წავიკითხეთ. მე ვდაწირად ანა ფრანკის დღიურები. ძალიან კარგი წიგნი არის სხვადასხვა ადამიანების მდგომარეობაში შესასვლელად და ფიქრების გასაზიარებლად. და მინდა მოვუწოდო ყველას, რომ წაიკითხოს, ძალიან კარგი წიგნია აზრის ჩამოსაყენებლად. დღევანდელ დღეს 23 აპრილს, რომელიც არის წიგნის საერთაშორისო დღე, გადავწყვიტე, რომ ჩამომეყვანა გორის საჯარო ბიბლიოთეკაში, რათა წაკითხულ წიგნებზე, რომლებზეც იმუშავეს, გავიმართეთ დისკუსიები, პრეზენტაცია გაემართათ განსხვავებულ გარემოში. რაღაცნაირად მოწყვეტოდნენ იმ გარემოს, რომელშიც არიან ყოველდღიურად. მე მგონი, რომ ძალიან საინტერესო გამოვიდა. თითოეულმა მოსწავლემ წაიკითხა სხვადასხვა წიგნი, რა თქმა უნდა, ასაკობრივი ჯგუფიდან, ინტერესებიდან გამომდინარე. შერჩევაში მათ დავეხმარე თვითონ, თავისი მათი სურვილიც, რა თქმა უნდა, გათვალისწინებული იყო, მაგრამ მე თვითონაც ვურჩიე მათ ის წიგნები, რომლებიც მათ ხასიათს რაღაცნაირად გამოკვეთდა და შეესაბამებოდა. დღევანდელი დღე აგრეთვე არის წიგნის საერთაშორისო დღე, რომელსაც საფუძველი ისტორიულად ძალიან დიდი ხნის წინ ჩაყრია ეს 1923 წლის 23 აპრილს კატალონიაში წიგნის კატალონიის მფარველი ყოფილა წმინდა გიორგი, ისევე როგორც საქართველოში განსაკუთრებული წმინდანია და ბარსელონას მფარველი ყოფილა და ამ დღეს თურმე მეყვავილეები ყვავილებს ცვლიდნენ ერთმანეთში და ჩუქნიდნენ და გამომცემლებმაც ეს მომენტი კარგად გამოიყენეს და წიგნის ჩუქებაც დაუკავშირეს ამ დღეს და იმიტომ რომ ძალიან კომერციული საფუძველი არ ქონოდა ამ წიგნის ჩუქებას და გაყიდვებზე რომ იყო მორგებული ეს არ გაბჟღავნებულიყო დაუკავშირეს ეს დღე სერვანტესის და შექსპირის გარდაცვალების დღეს 23 აპრილს